დღეს არის ზუსტად 4 წელი და 6 თვე იმ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდგომ 22 წელს რაც დაიწყო და ესეც აუცილებლად აღსანიშნავია, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად პუტინი ახსენეთ და როგორ გეგმავდა პუტინი სამ დღეში უკრაინის აღებას, მერე სამ კვირაში და როგორ აფრთხილებდა ის ყველას თუ გახთოვს რა მკაცრი ტონი ქონდა რომ არც კი გაბედოთ იმაზე ფიქრი რომ ჩაერიოთ ამ მდგომარეობაში და ისეთი რამე დაგემართებათ რაც ცხოვრებაში ვერ წარმოგიდგენია თუ პრინციპში ძალიან მკაცრად აფრთხილებდა ნატოს და მე ვფიქრობ რომ ვერც ვერაფერს ვერ იზამდა ნატო რომ არა უკრაინელების ასეთი თავდადებული და მამაცი ბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ მაგრამ ეხლა ჩვენ სულ სხვა ვითარებაში ვართ ფხიზლდება სამყარო უკრაინას ბევრი მეგობარი ყავდა იმთავითვე მაგრამ დღეს ის მერყევი ასე ვთქვათ ფიგურები რომლებიც ფონს დებდნენ ან ფიქრობდნენ რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში გაიმარჯვებდა რუსეთი ეხლა ფხიზლდებიან და იღებენ უფრო ასე ვთქვათ მართებულ პოზიციას იკავებენ. დღეს სხვა შორის საინტერესო იყო გამოსვლები ევროპელი ლიდერების და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, რომელიც პირველად ჩავიდა კიევში. მან თქვა ასეთი რამ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცას ჰქონდა განცდა წლების განმავლობაში, რომ უკრაინა დახმარება ეს ქველმოქმედება იყო და სხვა შორის ფინეთის პრეზიდენტმა სტუბმაც გაუსვა ხაზი ამ კომპონენტს, რომ პირიქით ახლა უკვე დადგა მომენტი, როცა ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ უკრაინელი ერის, უკრაინელი სამხედროების, რომ მათ შეაჩერეს ის ბარბაროსული ნაკადი, რომელიც მოიწევდა დასავლეთის მიმართულებით. ეს უკვე კარგად გაიაზრეს და გააზრებას მოყვა უკვე პრაქტიკული ნაბიჯებიც. საკმარისი ალბათ ეს ვერ იქნება ამ მომენტისთვის, მაგრამ დინამიკაში თუ შევაფასებ სიტუაციას ობიექტურად რა წერტილშია ახლა ეს ომი და როგორი პერსპექტივა აქვს მის დასასრულს? ხო, ну რა თქმა უნდა ეს ალბათ არ არის საკმარისი, ჩვენ უფრო მეტი გვინდა, თუმცა ბოლო წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა დაადასტურა რომ ვეღარ იკავებს უკვე უკრაინის ტერიტორიის დამატებით ნაწილებს რუსეთი და დღესდღეობით ასე ვთქვათ ერთი ბოლო ერთი წლის მონაცემებით უკრაინა აქ თამაშს აგებს დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრით რომელიც როგორც დღეს ზელენსკიმ განაცხადა აღმოიფხრება ვიდრე წლის დასასრულამდე და ეს სრულიად გასაგებია ახლა ჩვენ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით გასაგები ხდება უკვე რომ ის ფსონი რომელიც დადო პუტინმა ამ რესურსების ამოწურვის სტრატეგიაზე ეს იყო შეცდომა გამოფიტვის სტრატეგიაზე ეს იყო შეცდომა და ამას თვითონ რუსი ექსპერტებიც აღიარებენ სხვათა შორის ისეთი საკმაოდ კარგად მიღებული რუსეთში ცნობილი ექსპერტი ანდრეი კლეპაჩი რომელიც ბოლო დროს იყო მთავარი ანალიტიკოსი ვნეშეკონომბანკის და ეს ავტორიტეტული მეცნიერი იყო რომელიც მუშაობს რუსეთში არსად არ წასულა მან 21 ივნისს კიდევ თქვა რომ ზუსტად ამ გამოფიტვის სტრატეგიით რუსეთი ვერაფერს ვერ მიაღწევს და დამარცხდება ამ ომში. რა თქმა უნდა, გაუსხვა ხაზი კლეპაჩმა, ეს არ გამოიწვევს რუსეთის დაშლას და ჩვენ რა თქმა უნდა ამ გამოწვევას გაუძლებთ, მაგრამ თვითონ ეს წყობა ლინგვისტიკა წინადადებების უკვე უჩვენებდა იმას, რომ ის არის ძალიან ღრმად შეშფოთებული და იძულებული გახდა, რომ ეს გამოეთქვა ეს თავისი ის ასე ვთქვათ მოსაზრებები და რა მოხდა, ასე ვთქვათ, მეორე დღეს გაათავისუფლეს სამსახურიდან და ახლა კიდევ კარგად გადარჩება. ჯერ არავინ არ იცის გადარჩება თუ არა, მაგრამ რაც მთავარია, ეს განცხადებები მან გააკეთა 21 მაისს. და მის შემდგომ უკვე გააქტიურდა უკრაინელები თავისი დარტყმებით ნავთობ გადამამუშავებელ რესურსებზე, ასე ვთქვათ, სავაჭრო პლატფორმებზე, ვალდბერის ახლა ოზონის დაემატა და ასე შემდეგ, რომელმაც პირდაპირ დაადასტურა, რომ ანდრეი კლეპაჩი იყო აბსოლუტურად. ეხლა ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ. ეხლა ახალი დონის ბალანსი ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩვენ ეხლა ველოდებით აი დაგროვებული ეფექტის გადასვლას ხარისხობრივ ახალ თვისებაში. და რა თქმა უნდა, ეს აი იმის გათვალისწინებითაც, რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ,
ბატონი ლადოსგან, ხო? ეს ახალი ტექნოლოგიები ბრძოლა. ეხლა ეს რატომ არის კიდევ ეს უკრაინის უპირატესობა? უბრალოდ შევადოროთ ორი ფიგურა ორივე მხრიდან. დრაპატი ერთის მხრიდან და მეორე მხარეს გერასიმოვი, ხო? ეს არის გენერალის უფროსები. ანუ ეს არის აბსოლუტურად ძველი სკოლა, რომელიც აზროვნების სტილი ახლა იმას გერასიმოვს რა შეცვლის, ხო? მაგას ესმის სატანკო, ასე ვთქვათ, კოლონები, შეტევები და ასე შემდეგ, რაც კრიტიკას დღეს ვერანაირად ვერ უძლებს. აქეთ ვქნათ დრაპატი, რომელიც არის 53 წლის და გაიზარდა ამ ომში და ნუ ეს მისთვის არის ძალიან ბუნებრივი ეს ახალი ტექნოლოგიები, დრონები და ასე შემდეგ. და შეადარეთ თავდაცვის მინისტრები, ბატონი ხმარა და ბატონი ბელოუსოვი, რომელიც ასე ვთქვათ, ერთი არის წარსულიდან და მეორე მომავლიდან. ხო და აქედან გამომდინარე კიდე რატო აქვს უკრაინას უპირატესობა? იმიტომ რომ ჯარის ინტელექტუალური რესურსი არის შეუდარებელი ერთი და მეორე მხრიდან. ვინ ომობს უკრაინის მხრიდან, ეს არიან პატრიოტები, რომლებმაც იციან რისთვის და რატომ ომობენ. და ვინ ომობს რუსეთის მხრიდან, დაქირავებული მკვლელები, რომლებიც უბრალოდ თანხის გამო მზად არიან რომ მეზობელ ქვეყანაში გადავიდნენ და ასე ვთქვათ იქ შეუტიონ ან კრიმინალები რომელსაც ერეგებიან და მათი რესურსის რუსები ამას ხვდებიან კარგად და ერთმა რუსმა ასე ვთქვათ ბლოგერმა ძალიან კარგად გამოხატა ასე ვთქვათ ძალიან მოკლედ ეს ახალი ფილოსოფია ამ ომის რომ ჩვენ თვითმცლელებით ჯარისკაცები მიყვავს ფრონტზე და უკრაინელებს თვითმცლელებით რობოტები და რა თქმა უნდა ახლა აქ ვერანაირი გამარჯვება ბატონალერის სამხედრო კომპონენტზე ისაუბრეთ მოდი ვისაუბროთ პოლიტიკურ კომპონენტზე ომს იგებს ძლიერი ეკონომიკა უკრაინას ახლა ისეთი ძლიერი ეკონომიკა რომ მარტო გამკლებოდა რუსეთს რა თქმა უნდა არ ქონდა და არ აქვს მაგრამ ის უკან დგას ყველაზე ძლიერი ეკონომიკები მთელი მსოფლიოს დიახ მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას და ამ თვალსაზრისით სისტემის მდგრადობას. თქვენ ახსენეთ თავდაცვის მინისტრები, გენერალური შტაბის უფროსები, ამ მხრივ ტექნოლოგიური აზროვნების თვალსაზრისით კიდევ უფრო შორს და წინ წასული ადამიანი ფედოროვი ყავდათ, რომელიც ახლა აღარ არის თავდაცვის მინისტრი და მან დაიწყო საუბარი აუცილებლობაზე ახალი არჩევნების ჩატარების. რაზეც არა მარტო ზელენსკის ჰქონდა ნეგატიური რეაქცია სამომარ მდგომარეობაში ყოფილი ქვეყნის პირობებში კონკრეტულად ეს არჩევნები ჩატარებადი არა ამას არ გეკითხებით უბრალოდ ჩემი კითხვა შემდეგშია რა უპირატესობები აქვს და რა ნაკლოვანებები რომელიც რისკებს უკავშირდება უკრაინულ პოლიტიკურ სისტემას და რუსულ პოლიტიკურ სისტემას და რა უნდა გაითვალისწინოს უკრაინის პოლიტიკურმა ლიდერობამ ასე ვთქვათ რომ აი ამ ბრძოლაშიც უფრო მყარად იგრძნოს თავი ну პოლიტიკური სისტემების განსხვავება არის სრულიად გასაგები ეს მაგალითად ერთი ფაქტი რომ პუტინი არის უკვე 26 წელიწადია არის რუსეთის ხელმძღვანელი ანუ ადამიანი იქ არის დიქტატორი მაგრამ გადაწყვეტილებები მარტივად მიიღება და ერთი ადამიანი დია და სადაც არჩევნები არის საომარ პირობებში თუ სისტემა ფუნქციონირებს შეიძლება უპირატესობაში შეიძლება იყოს კიდევაც მაგრამ საქმე ის არის რომ ესე იგი იქ ეს არჩევნები დემოკრატია და შემდეგ არის სრული ფიქცია და ასე შემდეგ ეხლა უკრაინელებს აქვს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება ეს არის დემოკრატიული ქვეყანა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით მაგალითად ის რაც ბევრს მიაჩნია სისუსტეთ მე მიაჩნია უკრაინების სიძლიერეთ რომ მაგალითად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ოფისში ადგილზე დამოუკიდებელმა ანტიკორუფციულმა ინსტიტუტებმა ჩაატარეს ჩხრეკა ხო ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს რომ თვით განწმენდის ძალიან დიდი რესურსი აქვს უკრაინას და ეს არის ძალიან სერიოზული წინაპირობა იმისა რომ უკრაინა გამარჯვებული გამოვა ამ ომიდან რა არის ახლა უკრაინაში ყველაზე დიდი პრობლემა და სირთულე მე ვფიქრობ ის რომ მაინც უკრაინამ ვერ დაძლია ეს საბჭოთა კავშირიდან გადმოყოლებული სცენი რაც არის კორუფცია რა თქმა უნდა აქ შეიძლებოდა უფრო მეტის გაკეთება მაგრამ ამის გარანტიაც არის ის რომ არსებობს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სისტემა რომელიც თავისთავად ასე ვთქვათ ძალიან ნაყოფიერად მოქმედებს და რაც შეეხება არჩევნებს რა თქმა უნდა მე ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ბატონი ფიოდოროვის იმ თავითვე მაგრამ მე ვფიქრობ რომ აქ ძალიან შორს წავიდა იმიტომ რომ დღეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია
ამ საომარ პირობებში ნებისმიერი არჩევნების ჩატარება შიგნით უკრაინაში და უზრუნველყოფა იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც მილიონობით არიან გასული უკრაინის ფარგლებს გარეთ, მათთვის რაღაც გარანტიების მიცემა აქ სრულფასოვანი მონაწილეობის. ამიტომ ამის გარეშე ჩატარება და როგორც კი რაღაც მინიმალური პირობები მაინც შედგება უკრაინაში, მე ვფიქრობ ზელენსკი თვითონ გამოაცხადებს არჩევნებს და ბოლოს საქართველო და უკრაინა ქართული ოცნება და ოცნებისადმი და ივანიშვილისადმი ზელენსკის და მისი ადმინისტრაციის დამოკიდებულება ცვლილებებს ვამჩნევთ ორ მხრივად. ეს არ არის მარტო სამმხრივი, ასე ვთქვათ. როგორ შეაფასებდით იმ ბოლო ნაბიჯებს, რომლებიც გადაიდგა, მათ შორის თუნდაც ის, რაც ნახეთ, ახლა კობახიძის ვიდეო მიმართვა. მართალია იქ ქართული დელეგაცია ხრეშატნინგზე დღეს არ იყო, რაც კვლავ ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მიმართვა მაინც რომ მოვისმენთ უკვე რაღაც გარკვეული. დელეგაციაც იყო. ქალბატონი პირველი ლედი ჩაბძანდა უკრაინაში და მიიღო არის ამისთანაც სპეციალური პლატფორმა პირველი ლედი სამიტი. ხო, სამიტი, იმ სამიტში მიიღო მონაწილეობა თავისთავად ესეც რაღაც ნაბიჯია. რაც შეეხება ბატონი ირაკლის გამოსვლას, ძალიან კარგი გამოსვლა იყო. ერთი რამე დამაკლდა ამ გამოსვლაში მე ის რომ მან არ ახსენა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სადაც 20% ტერიტორიის არის დაპყრობილი აგრესორის მხრიდან, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს აქვს აბსოლუტურად განსხვავებული მნიშვნელობა. ზუსტად ამიტომ ყოველ გამოსვლაში პრეზიდენტი ალიევი ზუსტად ამ პრინციპს უჭერს მხარს და ამ პრინციპზე არის დაფუძნებული მისი თანმიმდევრული მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და ზოგადად რო შევაფასოთ ეს ასე ვთქვათ ნაბიჯები, ხო საერთოდ უნდა ვაღიაროთ რომ რაღაც მიმართულებით ქართული ოცნების მთავრობა დგამდა დადებით ასე ვთქვათ დადებითი მიმართულებებით ნაბიჯებს. მაგალითად, გაეროში უკრაინის მიერ წარმოდგენილ ყველა რეზოლუციას დაუჭირა მხარი. ჩვენმა მთავრობამ, მაგალითად ის რომ ჰააგის ძალიან მნიშვნელოვან კონვენციას ხელი მოვაწერეთ, ეს იყო დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვების შარშან, ესე იგი 25 წლის, ეს იყო ახალი კონვენცია რუსეთის მიერ რეპარაციების უკრაინისთვის გადახდის თაობაზე. და ნუ ეხლა ეს ბოლო გამოცდაც თავისთავად რამოდენიმე მადლობა რომელიც შემოუთვალა ბატონმა სიბიგამ საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკას მისი მხარდაჭერით და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ ესეც არის იმ ზოგადი გამოფხიზლების ტენდენციის მაჩვენებელი და ვფიქრობ რომ ასე ვთქვათ ქართულ ოცნებაშიც უკვე გაიაზრეს რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს და შესაბამისად იტოვებენ მანევრის რესურსს საიმისოდ რომ ახალ პირობებში ასე ვთქვათ ახალი რაღაც ნუ მიიღონ ახალი შესაძლებლობები.